თქმა უნდა არ განმარტავდნენ, რა კანონს არ ღვევდნენ, ამბობდნენ რომ ეს პლასმასის სკამები არის საფრთხის შემცველი და ამიტომ არ უნდა შემოიტანონ. როცა ეკითხებოდა ხალხი რომ რა მუხლით, რატო არის, ამაზე პასუხი არ იყო და ერთ-ერთ პოლიციელი ეუბნება ეს სკამები წაიღეთ, თუ არა და დაგაკავებ დაუმორჩილებლობის გამო. ამის მერე დააცხრნენ, ან პირდაპირ მნიშვნელობით დააცხრნენ, ძალიან ბევრი იყვნენ, დააცხრნენ ამ გოგოებს და ძალიან უხეში ძალით ჩატენეს მანქანაში. და წეხლები ჩატენეს ფაქტიურად და იდგა ერთ-ერთი ბიჭი, რომელიც მანამდეც ეკითხებოდა, რომ აგვიხსენით რა, ძალიან მშვიდად, ძალიან გაწონასწორებლად, საერთოდ არ უწევია ხმას ამ ბიჭს და ეს გოგოები რო ჩატენეს, ამ ბიჭმა ისევ კითხა, რომ რის გამო დააკავეთ და დაუკრა ტაში. შემდეგ ეს ბიჭიც ჩატენეს მანქანაში და წაიყვანეს. რომელ კანონში წერია დამიდონ კანონი და მითხრა რომ პარლამენტის წინ არ შეიძლება სკამი. მარტო იმიტომ რომ მოხუცები და მშობლები დავსვათ, ჩვენ ხო არ უჯდებით. მე 24 შვიდზე დავდგები, ფეხზე ვიდგები, მაგრამ მშობლებს ხო არ შეუძლიათ ამდენი. ყოველ დღე ხდება ასეთი რაღაცეები, ყოველ დღე იჭერენ. ჩემს თვალწინ დაიჭირეს ჩემი მეგობრები და უსუსურობას გრძნობ იმის გამო რომ მე მათ ვერ დავეხმარე. ამიტომ გამოდით რიცხობრივად, ბევრი რომ ვიქნებით, ამდენს ვერ გაბედავენ. ძალა ხალხშია, ძალა ერთობაშია. გამოდით და ყველას ვაჩვენოთ, რომ ეს საქართველო და ეს პარლამენტი ჩვენია.